სამომხმარებლო ბაზარზე გაზრდილ ფასებს, სამომხმარებლო პროდუქტებზე მაღალ ფასნამაც და პრემიერის აღნიშნულ მოწოდებას ეხმაურებიან საცალო ქსელები და დისტრიბუტორები. ისინი საკუთარ მიზეზებს განმარტავენ. ეკონომიკის სამინისტროში კი პრობლემის სიღრმისეულად შესწავლაზე მიუთითებენ. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე დილიდან და ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა, როგორია პასუხი ამ დროისთვის და რა განცხადებები კეთდება? ცოტა ხნის წინ საცალო ქსელებმა რითეილ ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბრობს, რომ ფასნამატებს გარკვეული მიზეზები აქვს, თუმცა ამავე განცხადებაში, რომელიც 11 ორგანიზაციის მიერ ერთობლივად გავრცელდა, უკითხულობთ იმას, რომ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლოა მოძიებული იქნას რაიმე მეთოდი, რომლითაც ამ გამოწვევის დაძლევა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, რითეილ ასოციაციის მხრიდან, ანუ საცალო ქსელების მხრიდან არსებობს მზაობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ. თავის მხრივ დისტრიბუტორთა ასოციაციასაც ვესაუბრეთ, რომელიც ასევე გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს და გარკვეულ საკითხებზე იმსჯელოს, თუმცა ორივე მხარე განმარტავს, რომ იმ ფასნამატს, რომელზეც საუბარი იყო, გააჩნია გარკვეული საფუძვლები, მათ შორის სახელდება სხვადასხვა გადასახადების შეზღუდვები, რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოში არსებობს, რაც თავისთავად აძვირებს კონკრეტულ პროდუქციას და ბუნებრივია ფასნამატი აქედან გამომდინარე არის მაღალი, ასევე დისტრიბუტორთა ასოციაცია მაგალითად განმარტავს იმასაც, რომ საბანკო სესხები არის საკმაოდ დიდი ტვირთი კომპანიებისთვის და ესეც თავის მხრივ ფასში აისახება. ასევე მაგალითად დისტრიბუტორთა ასოციაციაში გვეუბნებიან, რომ გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად როგორიც არის ქალაქში სადისტრიბუციო სატვირთო მანქანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, ასევე აძვირებს კონკრეტული პროდუქტების საცალო ქსელებამდე მიტანას და აუცილებელია მაგალითად ამ შემთხვევაში თუნდაც მარტივად სურსათზე მოიხსნას ეს შეზღუდვა და ამით გარკვეულწილად შეღავათი მიეცეთ სადისტრიბუციო კომპანიებს. თავის მხრივ მზაობას მოლაპარაკებების და საკითხის შესწავლის გამოთქვამს ეკონომიკის სამინისტროც, სადაც ამბობენ, რომ ნამდვილად მაღალია ფასნამატები და ფასები და ამ საკითხის დარეგულირება სჭირდება. ისინიც ამბობენ, რომ დაიწყება საკითხის მოკვლევა და ყველა იმ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც დღეისათვის არსებობს. საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია. პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ში ადგენს. ცალკეულ პროდუქტებზე დღგ-ს გამორიცხვით ფასნამატი ორჯერ და უფრო მეტად იზრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია ფასთა შორის სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებს შედარებით. კერძოდ შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია. ქართულ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც განაპირობებს ის სახელშეკრულებო პირობები, რასაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ მწარმოებლებს უწესებენ. იძულებულია მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია ფასნამატი კონდეს მაღალი, რომ შეძლოს საერთოდ ოპერირება. მათ შორის ჩვენ როდესაც ფასთან მიმართებით საუბრობთ, აქ არ არის მხოლოდ ეს პრობლემა გამომწვევი, ხო, არსებობს მთელი რიგი სხვა გარემოებები, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მათ შორის თუ ჩვენ ვედრებით ევროპის რომელიმე ქვეყანას ფასნამატთან მიმართებაში და მოგების მარჟასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შევადაროთ თუნდაც საბანკო პროდუქტი, ხო? ანუ თუ იქ ბიზნესისთვის არის 4%, საქართველოში არის 15%. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმხელა წნეხი არის ფასზე, რომ საბოლოოდ ზარალდება მომხმარებელი და არც ერთი მწარმოებლის ინტერესი არ არის, რომ მაღალი ფასი გქონდეს, თუ ის იძულებული არ ხდება. როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან არსებობს მზაობა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებების პროცესი და უკვე მოხდეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება. შესაბამისად, საკითხის დარეგულირება იმდენად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. ახლა უკვე ალბათ უახლოეს პერიოდში შედგება კომუნიკაცია მხარეებს შორის, რათა პროცესი აქტიურ რეჟიმში გადავიდეს და იმ შედეგების მიღწევა მოხდეს, რომელიც როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, როგორც ისინი თავად ამბობენ, მნიშვნელოვანია და აუცილებელი. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.